იმერეთის რეგიონის 11 ქალაქისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გასულ წელს პრემიის სახით დაახლოებით 4.501.901 ლარი გაიცა. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს. იმერეთის რეგიონში პრემიის სახით ყველაზე მეტი 1.870.045 ლარი ქუთაისის მერიაში გაიცა. კვლევა ასევე შეიცავს მონაცემებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლობითი ხარჯების, შესყიდვებისა და ბალანსზე მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ. ანგარიშის მიხედვით, თვითმმართველობის ორგანოების მფლობელობაში მყოფი ავტომობილების ღირებულება 30.000-დან 60.000 ლარამდე მერყეობს. ორგანიზაციამ კვლევა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიწოდებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადა. აღსანიშნავია, რომ მონაცემები არასრულია. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის შემთხვევაში განსხვავებული ტენდენციები შეინიშნება, მაგალითად თუ ნახავთ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს გამოჩნდა, რომ საერთოდ არ აუღიათ 2013 წელს პრემია და სახელმწიფო დანამატი, ხოლო მაგალითად როგორიცაა ქუთაისის მერია საჩხერის გამგეობა, ვნახავთ, რომ საჩხერეში გაცემულია დაახლოებით 9 მილიონის ოდენობის პრემია ერთ წლის განმავლობაში. აღნიშნული კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ აუცილებელია პრემიების გაცემის წესის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება.